მახსენდება დედაჩემი რომ მუშაობდა. ეს პროცესი ძალიან მიმზიდველი იყო ჩემთვის, რესტავრაციის პროცესი. ბევრი ექსპონატები მაგ ნანახი, აი ბავშვობიდან. რომ მახსენდება დღემდე მუზეუმში სუნი რო იდგა რა. მუზეუმის ნოსტალგიური, ცოტა სევდიანი სურნელი, რომელიც ყოველთვის დედასთან დაკავშირებულ მოგონებებს უღვიძებს. ეს ლეა ასიტაშვილის ამბავია, რომელიც საკუთარი შემოქმედებით დედის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. იმ საქმეს, რომელიც ხატებსა და ფერწერულ ტილოებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. რესტავრაციას მაინტერესებდა დედაჩემი. თეონა ასიტაშვილი დაკავებული რესტავრაციის საქმეში იყო სულ. დედაჩემი კიდე დრეზდენის გალერეაში მუშაობდა რაღაცა განსაზღვრული პერიოდი. მიემგზავრა 60-იან წლებში და იქ შეისწავლა ეს საქმე. სხვათა შორის დედაჩემის მიერ ფაქტიურად მთელი ფიროსმანის ნამუშევრები შესრულებულია რესტავრაციაში. იმდენად მიმზიდველი იყო ჩემთვის ხელოვნების დარგი, მხატვრობა, რომ გავაგრძელე მაგ სფეროში სწავლა და მუშაობა. ბავშვობაში მიღებული ემოციები დღემდე მძაფრად ახსოვს. მისთვის რესტავრაციის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან თითოეული ნამუშევარი საკუთარ ისტორიასა და ამბავს ყვება. ამ საქმეში დიდ ცოდნასთან ერთად პრაქტიკა და გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. რესტავრაცია საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. რესტავრაციის პროცესი არის დამოკიდებული რამდენად რთულია, რამდენი სირთულეები აქვს ექსპონატს. მოაქვთ ნამუშევარი, ვასუფთავებ, ვადგენ, როგორც ექსპერტი ვადგენ, რომელი პერიოდის არის ნამუშევარი, რა ესაჭიროება ნამუშევარს, როგორი რესტავრაციის პროცესი ჭირდება ნამუშევარს. აი, დაწყებიდან მთელ პროცესს ვადგენ და ვაფიქსირებ პასპორტში. პირველ ეტაპზე ვიწყებ კონსერვაციიდან. რომ გამაგრებული იყოს ზედა საღებავების ზედა ფენა. აუცილებლად გამაგრება ჭირდება კონსერვაციული მეთოდით. კონსერვაციის შემდეგ უნდა აუცილებლად დაველოდო გაშრობას. პროცესი ითხოვს სადღაცა 1 კვირამდე, რომ გაშრეს ზედა ფენის ქაღალდს იმერე დაგრუნტვა ჭირდება, თუ დაზიანებულია, თუ დამწვარია. მერე ვადგენ უკვე საღებავებით დაკარგულ ადგილებს, სადაც საღებავი არის დაკარგული, ვადგენ. რესტავრაციასთან ერთად ლეა ასიტაშვილი ასევე საკუთარ ნამუშევრებსაც ქმნის. ფერწერული და გრაფიკული ნახატები მის შემოქმედებაში მრავლადაა და თითოეული მათგანი გამორჩეულ ამბებს გვიყვება. ბოლო პერიოდში ხელოვანი მაინც რესტავრაციას უთმობს დროს და მისთვის ეს პროცესი განსაკუთრებულად მიმზიდველია. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო დედაჩემთან მაკავშირებს ეგ საქმიანობა. რაც უფრო წლები მემატება, უფრო მიმზიდველი ხდება ჩემთვის ეს საქმიანობა და უფრო მინდა უფრო განვითარდე კიდე განვითარდე და უფრო მეტი პრაქტიკა მივიღო მაგ საქმიანობაში. როცა ხელში მიჭირავს დაზიანებული ექსპონატი, როცა ვხედავ და უკვირდები რა არის საჭირო მაგ ექსპონატისთვის, როგორი პროცესია საჭირო შესრულდეს და როცა უკვე დამთავრებული მაგ და ის აღფრთოვანებული ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი სამუშაოდ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან შემიყვარდა. აი, როცა ღელავდა, რაც შეიძლება ისე არ გიყვარდა, მაგრამ როცა უკვე კარგად გამოგდის, უფრო ჩემთვის სასიხარულოა. ეს ის საქმეა, რომელიც უკვე ძალიან კარგად გამოსდის. დედისგან დატოვებული ცოდნა და საკუთარი გამოცდილება, რომელიც ძველ ნამუშევრებს განახლებულ იერს ჩუქნის. ლეა ასიტაშვილი საკუთარი საქმიანობით ყოველდღიურად ბავშვობაში ბრუნდება და დედასთან გატარებულ დაუვიწყარ მომენტებს თითოეულ დეტალში ახსოვს.